თომას ჯი სტენლისა და უილიამ დი დანკოს წიგნი მეზობელი მილიონერი The Millionaire Next Door პირადი ფინანსების კლასიკად ითვლება. წიგნი ეფუძნება 20 წლიან კვლევას და ამსხვრევს სტერეოტიპებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებიან და ცხოვრობენ რეალური მილიონერები. ქვემოთ მოცემულია წიგნის ვრცელი მიმოხილვა, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ ავტორების მთავარი გზავნილები და სიმდიდრის დაგროვების ფორმულა. მთავარი იდეა: შემოსავალი არ არის სიმდიდრე. წიგნის მთავარი ლაიტმოტივი მარტივია: ის, რომ ადამიანს აქვს მაღალი შემოსავალი, არ ნიშნავს, რომ ის მდიდარია. ავტორები ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობას აქვს მცდარი წარმოდგენა სიმდიდრეზე. ჩვენ მილიონერებად მივიჩნევთ მათ, ვისაც ძვირადღირებული მანქანები, ბრენდული ტანსაცმელი და დიდი სახლები აქვთ. თუმცა სტატისტიკურად ამერიკელი მილიონერების უმეტესობა ცხოვრობს საშუალო კლასის უბნებში, მართავს მეორად მანქანებს და იშვიათად ყიდულობს ძვირადღირებულ კოსტიუმებს. სიმდიდრე არის ის, რასაც აგროვებ და არა ის, რასაც ხარჯავ. PAW და UAW. როგორი ტიპი ხართ თქვენ? ავტორები ადამიანებს ყოფენ ორ ძირითად კატეგორიად ფინანსური ქცევის მიხედვით. PAW – სიმდიდრის საოცარი დამგროვებელი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი წმინდა ღირებულება, net worth, თავიანთ შემოსავალთან და ასაკთან შედარებით. ისინი არიან ნამდვილი მეზობელი მილიონერები. UAW – სიმდიდრის არასაკმარისი დამგროვებელი. ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ძალიან მაღალი შემოსავალი, მაგალითად ექიმები, ადვოკატები, თუმცა ხარჯავენ თითქმის ყველაფერს სტატუსის შესანარჩუნებლად. მათ აქვთ დაბალი წმინდა ღირებულება. სიმდიდრის ფორმულა. ავტორები გვთავაზობენ ფორმულას იმის დასადგენად, თუ სად უნდა იყოთ ფინანსურად თქვენ სასახში. თუ თქვენი ქონება ამ რიცხვზე მეტია, თქვენ PAW ხართ, თუ ნაკლები UAW. მაგალითად, თუ ხართ 40 წლის და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალია $50,000, თქვენი წმინდა ქონება, ყველა აქტივს მინუს ვალები, უნდა იყოს მინიმუმ $200,000. 7 ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიმდიდრეს. ავტორებმა გამოყვეს 7 საერთო თვისება, რომელიც ახასიათებთ იმ ადამიანებს, ვინც წარმატებით დააგროვა სიმდიდრე. ცხოვრობენ შემოსავალზე ნაკლების ხარჯვით. ეს არის ფუნდამენტური წესი. ისინი არიან მომჭირნეები და არა ხელგაშლილები. ისინი ადგენენ ბიუჯეტს და აკონტროლებენ ხარჯებს. ეფექტურად ანაწილებენ დროს, ენერგიას და ფულს. PAW-ები დიდ დროს უთმობენ ფინანსების დაგეგმვას და ინვესტირებას. UAW-ები დროს ხარჯავენ სტატუსის ძიებაში და შფოთვაზე. ფინანსური დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი სოციალური სტატუსის გამოჩენა. მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ ფული ბანკში, ვიდრე ატარებდნენ ძვირადღირებულ საათს. მიშნის მშობლები არ უზრუნველყოფდნენ ეკონომიკურ ამბულატორიულ მკურნალობას, EOC. ეს ტერმინი გულისხმობს მშობლების მიერ ზრდასრულ შვილებს ფინანსურ დახმარებას. კვლევამ შეასახა, რომ რაც უფრო მეტ ფულს იღებენ ზრდასრული შვილები მშობლებისგან, მით უფრო ნაკლებს აგროვებენ ისინი დამოუკიდებლად. მათი ზრდასრული შვილები ეკონომიკურად დამოუკიდებლები არიან. მილიონერები შვილებს ასწავლიან თევზავას და არ აძლევენ თევზს. ისინი დახელოვნებული არიან ბაზრის შესაძლებლობების გამოყენებაში. ისინი ეძებენ ისეთ ბიზნეს ნიშებს, სადაც ფულის შოვნა შეიძლება, ხშირად მოსაწყენ ინდუსტრიაში, მაგალითად მეორად ლიტანის გადამუშავება, სადეზინფექციო სერვისები და ასე შემდეგ. მათ აირჩიეს სწორი პროფესია. თუმცა წიგნი ხაზუსვავს, რომ მილიონერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, თუ ის დაიცავს დისციპლინას. საინტერესო დეტალები წიგნიდან. მანქანის ყიდვა, ტიპიური მეზობელი მილიონერი არ ყიდულობს ახალ მანქანას. ისინი ყიდულობენ 2-3 წლის მეორად ავტომობილებს ნაღდ ფულით, რათა თავიდან აიცილონ ავტომობილის ღირებულების სწრაფი წვეთა, depreciation და სალიზინგო პროცენტები. სახლი. ისინი ცხოვრობენ სახლში, რომელიც მათი ფინანსური შესაძლებლობების ბევრად იაფია. ისინი არ იცვლიან უბნებს ხშირად, რადგან ახალ ელიტურ უბანში გადასვლა იწვევს ხარჯების სპირალს. მეზობლებს უნდა გაუტოლო მანქანით, აბეთით და წპერთიებით. მეუღლის როლი. უმეტეს შემთხვევაში მილიონერებს ყავთ მეუღლეები, რომლებიც კიდევ უფრო მომჭირნეები არიან. ოჯახი მუშაობს როგორც ერთი გუნდი. დასკვნა. მეზობელი მილიონერი წიგნი არ არის იმაზე, თუ როგორ გახდეთ მდიდრები სწრაფად. ეს წიგნია დისციპლინაზე, მოთმინებაზე და ცხოვრების წესზე. წიგნის მთავარი გაკვეთილია შეწყვიტეთ სხვების მოხლებლაზე ზრუნვა და დაიწყეთ საკუთარი ფინანსური თავისუფლების მშენებლობა. სიმდიდრე არ ჩანს. სიმდიდრე არის თავისუფლება და სიმშვიდე, რომელიც დაგროვებული კაპიტალი გაძლევთ.